ანდრია ხამაშორიძე და იგორ ნარმანია სავარაუდოდ ცოტა ხანში დატოვებენ კლინიკას, ამასთან დაკავშირებით ველოდებით დეტალური ინფორმაციის მოწოდებას უშუალოდ კლინიკის ხელმძღვანელობისაგან. მანამდე კი აქ მოსულები არიან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ გუშინდელი თავდასხმა მშვიდობიან აქტივისტებზე, რომლებიც განცხადების გაკეთებისათვის ემზადებოდნენ. არის იმის ცალსახა დემონსტრირება, რომ ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად სწორედ სტუდენტების და მათი ძალის ეშინია. მე შემიძლია ახლა მათი მეგობრების კომენტარები მოგასმენინოთ. ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მშობლები თავს იკავებენ კომენტარებისაგან, თუმცა მე მაინც ვეცდები მოგვიანებით მათთან გასაუბრებას. გიორგი წულაია არის ახლა ჩვენთან ერთად. გიორგი, მე მინდა გკითხო, რა თქმა უნდა, მივაწოდოთ მაყურებელს უპირველეს ყოვლისა იგორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და ასევე გითხარით, რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც გუშინ განვითარდა სტუდენტებთან მიმართებით. ჩვენი თანამებრძოლები თავს ცნობენ კარგად, არიან ხნეთ და საბრძოლო განწყობაზე. მინდა იცოდნენ ტიტუშკებმა და ქართულ ოცნების წარმომადგენლებმა, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაშინებს და გაგვაჩერებს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი საქართველო გვინდა. მიმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უნდა იცოდნენ, რომ ერთ მხარეს არის დემოკრატიული, განვითარებული ევროპული, რუსეთის გავლენისგან თავისუფალი საქართველო და მეორე მხარეს არის ჭაობი, რუსული გავლენები, მარწუხები, ანტიევროპული განცხადებები, პრორუსული განცხადებები და საქართველოს მოქალაქეები გასული ქვეყნიდან უკრაინის საშონლად. არჩევანი არის მარტივი, გელოდებით დღეს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ერთად გავიმარჯვოთ და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ და დემოკრატიულ რელსებზე. კი ბატონო, მადლობა. ტიტე გედენიძის პოზიციასაც მოვისმენთ. ტიტე, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა იგორთან კომუნიკაცია და როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან შეუძლოდ გრძნობს, მაინც იქნება სტუდენტებთან ერთად. ეს რისი დასტურია შენთვის? ის არის შენი თანამებრძოლი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ, თუმცა ეს პათოსი ჭარბობს აქტივისტებსა და ახალგაზრდებში. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ტიტუშკების თავდასხმამ ისინი ვერ შეაშინა და მაინც აპირებენ, რომ გამოვიდნენ თესეუსთან 3 საათზე. როგორ შეაფასებ ამ ყველაფერს და რას ეთყვი შენს თანატოლებს მაშინ როდესაც ამ აქციამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. რა თქმა უნდა, ახლა ეს ინციდენტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარჩინებს ვერც იგორს და ვერც თითოეულ ჩვენგანს. იგორი მხრედი ხდება, იგორი იდგება დღეს რუსთაველზე, იგორი იბრძოლებს დღეს ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმის გასაშვებად, ხო? მე მინდა უთხრა იმ ტიტუშკებს, რომლებიც გუშინ მონაწილეობდნენ ჩვენი მეგობრების თავდასხმაში. ეხლა უბრალოდ პრიორიტეტია ჩვენთვის ივანიშვილის რეჟიმის გაშვება და ამაზე ვზრუნავთ. ამ ყველაფრის შემდეგ ყველას, აბსოლუტურად ყველას მიწიდან ამოგიღებთ. მიწიდან ამოგიღებთ. ვერავი ვერ დაიმალებით და ყველას საკადრის პასუხი გაგცევთ. ამის პირობას მე გაძლევთ. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმს გავისტუმრებთ, ყველას აბსოლუტურად ვის გუშინ ხელი გაისვარეთ, აბსოლუტურად ყველას მიწიდან ამოგთხრით და სათანადო პასუხს გაგცემთ. რაც შეეხება მოუწოდო მინდა საქართველოს მოსახლეობას და ახალგაზრდებს. დღეს 4 საათზე ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველს და ახლა პრიორიტეტი ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრებაა. დღეს ყველამ უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე და ერთად გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ საანგროზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვუსმენდით აქტივისტების და მათ შორის იგორ ნარმანიას მეგობრების პოზიციას. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, პოლიცია იმყოფებოდა სულ ცოტა ხნის წინ მათთან. როგორც ჩანს, არის მცდელობა იმისა, რომ იგორი გადაიყვანონ დაკითხვაზე, თუმცა ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე, რომ ისიც და ანდრიაც თავს გრძნობენ შეუძლოდ, ყოველგვარი ზედმეტი აქტივობისაგან იკავებენ თავს. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას გუშინ განვითარებულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით, შემდეგი თავდასხმის სერია იხილა საზოგადოებამ. ამჯერად შალვა შვილი დაესხა თავს იგორ ნარმანიას. მან თქვა, რომ ის არის ნაცაქტივისტი და კვლავ დამამცირებელი ეპითეტები გამოიყენა მის მიმართ. მე მგონი ყველა დარწმუნა, რომ ეს იყო 9 საათიანი ფეიკი, რომელიც ნაცმოძრაობას ჩვევია ხოლმე. გაირკვა პირველადი მონაცემებით, რასაც იყო საქმე. თავად ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ აქტივისტებს ჰქონდათ კონფლიქტი, დაუპირისპირდნენ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ წინასწარი მონაცემებით. 20-მდე აქტივისტი იყო ნაცმოძრაობის და 2 ახალგაზრდა გამოესარჩლა ეკლესიის წარმომადგენელს და ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი და 20 ადამიანს 2 თუ მოერია ნაცმოძრაობის საქმეცუდად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, აი ესეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რო არის ადამიანი, რაც სპექტაკლები მან გუშინ დადგა, აი ეს აჩვენებს რას ნიშნავს ნაცობა. ასე რომ ნაცობას ასაკი არ აქვს.
და ნარმანიას რაც შეეხება ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი ჩანს რომ დიდი მომავალი აქვს ნაცმოძრაობის იდეოლოგიაში, იმიტომ რომ ასეთი ხალხი არის შემდეგ რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს როგორც სააკაშვილი და მსგავსი არის. მოგეთ კიდე ერთხელ ეს მინდა თქვა რომ დღეს ჩვენ ხედავთ ზოგადად გუშინ წინ ნახეთ არის საინფორმაციო შტურმი. აი ხო ხსმენია სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. აი ორი დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, ფეიქ მედია და NGO-ები. ჩვენ ველოდებით, როდის დატოვებენ კლინიკა ჰელსიკორს, ანდრია ხამაშორიძე და იგორ ნარმანია, როგორც მოვისმინეთ მისი მეგობრების პოზიცია, მას არ ეშინია და ის იქნება დღეს აქციაზე. ეს იყო ხატია სამხარაძე და ამასობაში ირაკლი კობახიძე აკეთებს კომენტარს, რომელსაც